სმეშ სალამი. მოდით ეს ვიდეო მივუძღვნათ იმ ადამიანებს, ვინც გარდაულად გამოჩნდებიან საქართველოში და ესენი არიან პადელის კრიტიკოსები. მე თქვენ განახებთ ახლა სულ რამოდენიმე წამიან ვიდეოს ესპანეთში, ესპანელი გოგო იგივე trail runner-ი, თების ბილიკებზე მორბენალი, როგორ დამცინავად იხსენიებს ამ სპორტს. სადღაც ვეთანხმები, გადაგითარგმნით და გავაგრძელოთ. Esto es duro, si fuera fácil se llamaría pádel. Soy trail runner. Dime a qué quieres que te gane. ესე იგი ჟურნალისტმა კითხა ამ გოგოს არის თუ არა რთული trail running-ი და დამცინავად მოიხსენია პადელი, ანუ ამბობს ძალიან რთულია, რომ არა ერქმეოდა პადელი, შემდეგ გარითმა ბლა 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 ბლა. საქმე რაშია და რაში ვეთანხმები. სავარაუდოდ გამოუჩნდათ თავისუფალი დრო 4 trail runner-მა იქირავეს პადელის კორტი, რომლებსაც საერთოდ შეხება არ აქვს ამ სპორტთან, დაიკავეს ჯოგნები, ხან ბურთს მოარტყეს, ხან ააცილეს, გაერთმნენ, იმხიარულენ, ერთმანეთს ჩაეხუდნენ და წავიდნენ სახლებში. ან სარბენად მთაზე. სინამდვილეში თუ ამ სპორტს, პადელს სერიოზული თვალით შევხედავთ, აღვქვამთ როგორც პროფესიონალური სპორტი, რა თქმა უნდა ეს პროფესიონალური სპორტია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ ოლიმპიადაზე, მაგრამ არ შეიძლება დავაკნინოთ თუნდაც მეასე ნომერი. Უდენ შრომას დებს ამ სპორტში. პირველი, მთელი სეზონის განმავლობაში, ანუ გულისხმობ წელს, სავარაუდოდ მისი ოჯახის წევრების ხილვა შეუძლია 2 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ 4-5 დღიანი პაუზის შემდეგ ყველა სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ან ამა თუ იმ ქალაქში უწევთ მოგზაურობას გულისხმობ ჩემპიონატში მონაწილეობას. და რის ფასად შესაძლოა მერვედფინალის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში გამოიმუშაოს 2000 евро. სასაცილო არა. ეხლა მე თქვენ განახებთ ვიდეოს აუგუსტინ ტაპიას შესრულებით, რომელიც ჩემი აზრით სრულიად შემთხვევითობა, მაგრამ შეგიძლიათ დატკბეთ სიამოვნებით. ვინც ამ სპორტში ჩახედულია, მიხვდება თუ რამდენად შრომატევადია. ვიდეოს არსია ის არის, რომ შეინახეთ პადელის მოყვარულებო და დამიჯერეთ. მომავალში აუცილებლად გამოჩნდება კრიტიკოსი 1, 2, 3. ვფიქრობ, მათი კრიტიკა საპირისპიროდ იმუშავებს პადელის სასარგებლოდ. ითამაშეთ პადელი და ჩემი რჩევა, ნუ გააკრიტიკებთ იმას, რასთანაც შეხება არ გაქვთ. ან უბრალოდ არ გამოგდით.